სასამართლო მოსმენების შესახებ კანონის განხილვას უბრუნდება. ამჯერად სახალხო დამცველთან ერთად საკონსტიტუციო სასამართლო ერთი და იგივე შინაარსის კიდევ 326 სარჩელს განიხილავს, რომელიც კომპანია ეს შენგეხებას ფარგლებში მოქალაქეებმა შეიტანეს. მოსარჩელები მოითხოვენ საკონსტიტუციო სასამართლომ ანტიკონსტიტუციურად ცნოს კანონი, რომლის თანახმადაც ფარულ საგამოძიებო მოქმედებების განმახორციელებელ საჯარო სამართლის იურიდიული პირი ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო, რომელიც მათი მტკიცებით ფაქტობრივად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დაქვემდებარებაშია. მერაბ წულუკიდე ბათუმიდან ჩაგვერთვება. სხდომა საკონსტიტუციო სასამართლოში რამდენიმე წუთის წინ დაიწყო, წელიწადისა და 2 თვის შემდეგ მიუბრუნდა მოსმენების კანონს. სასამართლო ამჯერად სახალხო დამცველთან ერთად სასამართლოში წარდგენილია 326 სარჩელი, რომელიც კომპანია შენგეხებას ფარგლებში ცალკეულმა მოქალაქეებმა შეიტანეს. მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ საქართველოს პარლამენტმა ახალი კანონის მიღებით ფაქტობრივად უგულებელყო საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 14 აპრილის გადაწყვეტილება, რომლითაც ანტიკონსტიტუციურად გამოცხადდა ის ფაქტი, რომ ეგრეთ წოდებული მოსმენების გასაღებს ფლობდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური. მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სიტუაცია ფაქტობრივად არ შეცვლილა, რადგან ამჯერად გასაღებს ფლობს საჯარო სამართლის იურიდიული პირი ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო, რომელიც მათი მტკიცებით ისევ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დაქვემდებარებაშია და დაინტერესებულია ჰქონდეს პირდაპირ წვდომა სატელეფონო და ელექტრონულ კომუნიკაციებზე. მოსარჩელე მხარეს აქვს მოლოდინი, რომ საკონსტიტუციო სასამართლო გამწესრიგებელ სხდომაზევე მიიღებს გადაწყვეტილებას და სარჩელებს არ მიიღებს წარმოებაში არსებითი განხილვისთვის, რადგან მათი განცხადებით ის სარჩელები, რომლებიც ამჟამად განიხილება, აბსოლუტურად იდენტურია იმ სარჩელის, რომლის შესახებაც გადაწყვეტილება სასამართლომ წელიწადსა და 2 თვის წინ მიიღო. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ამ სააგენტოს ხელში ამ გასაღების ფლობა არის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობა, არსებობს ყველა წინაპირობა იმისთვის, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ ჩვენი სარჩელი არ მიიღოს წარმოებაში და არსებითი განხილვის გარეშე პარლამენტის მიერ მიღებული ახალი რეგულაცია ცნოს არაკონსტიტუციურად. ის ნორმები, რომელიც გაუქმდა 2016 წლის 14 აპრილს და რომელიც შემდგომ მიიღო საკონსტიტუციო სასამართლომ, რომელიც მიიღო პარლამენტმა, სრულიად იდენტურია. ჩვენ ვამბობთ, რომ სააგენტო, რომელიც სიპის სახით შეიქმნა, ისეთივე დაქვემდებარებაში სუსთან, როგორ დაქვემდებარებაში იყო დეპარტამენტი. სუსის ხელმძღვანელი ახორციელებს სრულ კონტროლს, უმოწმებს ეფექტურობას, უმოწმებს მიზანშეწონილებას, კანონიერებას. მას შეუძლია ნებისმიერი ბრძანება მისცეს და ეს სააგენტო ვალდებული ამას დაემორჩილოს. ასე რომ არანაირი განსხვავება არ აქვს. ჩვენ მიგვაჩნია, რომ რაც იყო დეპარტამენტი, ის არის სიპი. პროცესს ესწრებიან პოლიტიკური პარტიების, ნაციონალური მოძრაობის, ევროპული საქართველოს რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლები, თუმცა ისინი ამბობენ, რომ მათ სარჩელები შეიტანეს არა როგორც პოლიტიკურმა პარტიებმა, არამედ როგორც ცალკეულმა მოქალაქეებმა. ისინი ფიქრობენ, რომ მოქმედი რეგულაციები განსაკუთრებულ რისკებს ქმნის და ასევე აცხადებენ, რომ ამ საქმესთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება იქნება მისი თავისუფლების ერთგვარი ტესტი და გამოჩნდება შეძლებს თუ ვერა საკონსტიტუციო სასამართლო დაიცვას ის გადაწყვეტილება, რომელიც მან წელიწადსა და 2 თვის წინ მიიღო. საქმე იმაშია, რომ არ შეიძლება ქვეყანაში საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ პარლამენტი კიდევ იღებდეს ისეთი ტიპის კანონებს, რომელიც ეწინააღმდეგება საკონსტიტუციო გადაწყვეტილების სულისკვეთებას. დარწმუნებული ვარ, რომ დღეს პლენუმი მის მიერ მიღებული გადაწყვეტილების ერთგული დარჩება და დაინახავს, რომ პარლამენტის მიერ მიღებულ ახალ კანონმდებლობაში ისევ არის მაღალი რისკი ადამიანის უფლებების დარღვევის, კერძოდ პირადი ცხოვრების ხელყოფის. საკონსტიტუციო სასამართლოს აქვს ძალიან რთული მომენტი, ის დარჩება ან თავისივე გადაწყვეტილების ერთგული, ან ჩაიზრდება იმ ჭაობში, რომელშიც არის საერთო სასამართლოები მთლიანად და გახდება მთლიანად კონტროლირებადი ხელისუფლების მიერ. გამწესრიგებელი სხდომების ისტორიაში დღეს მიმდინარე სხდომა იქნება ყველაზე ხანგრძლივი. დღეს მოსამართლეები მოისმენენ მხარეთა არგუმენტებს, ხვალ კი შეკითხვებს დაუსვამენ ექსპერტებს და ზეგ მხარეები წარმოთქვამენ დასკვნით სიტყვებს. და კიდევ ერთი ნიუანსი, როგორც ცნობილია, საქართველოს პრეზიდენტმა გააკეთა განცხადება, რომ მოსმენების კანონის განხილვასთან დაკავშირებით ის მეგობრის სტატუსით ითანამშრომლებს საკონსტიტუციო სასამართლოსთან, თუმცა როგორც სასამართლოს პრესსამსახურში გვითხრეს, ანალოგიური შინაარსის განაცხადი პრეზიდენტს ჯერ სასამართლოში არ წარუდგენია და ამის შესახებ ინფორმაციას არც მოსარჩელე მხარე ფლობს.